კომპანია BP ტრანსის მფლობელსა და ვანის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატ საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს, ასევე კომპანიის დირექტორს ვალერიან კვარაცხელიას და კიდევ 4 პირს, იოსებ ჭანჭალეიშვილს, როინ ფოფხაძეს, გიორგი კვახაძესა და ირაკლი გალოგრეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. სახელმწიფო ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა დაცვის მხარე კი გირაოს გამოყენების შუამდგომლობდა. რაც შეეხება ბიჭიკო პაიკიძეს, მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, საგამოძიებო ორგანომ პაიკიძეს პასპორტი გააუქმა, მას საქართველოში ჩამოსვლის სურვილი აქვს, თუმცა ამის შესაძლებლობას მოკლებულია. პროკურორის თქმით, პაიკიძეს ვალიდური პასპორტი გააჩნია, მან აღნიშნული პასპორტით დატოვა ქვეყანა და შეუძლია ქვეყანაში ამავე პასპორტით დაბრუნდეს. ჭკადუამ ბიჭიკო პაიკიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იშუამდგომლა, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით 100,000 ლარიანი გირაოს გამოყენება შესთავაზა. დაკავებულ 5 პირსა და ბიჭიკო პაიკიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სახელმწიფო კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მხრიდან თაღლითობაში დახმარებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტზე ბრალდება გუშინ წარუდგინეს. ნაბლად გადავდიოდი საზღვარზე ჩემი ჯანმრთელობის გამო და ხშირად მიწევს პერიოდულად კონტროლზე გადასვლა და უბრალოდ შეზღუდული მქონდა საზღვარი, თორემ პასპორტი არ ჩამოურთმევია. რას უკავშირებთ ამ საქმეს და თქვენი მეუღლისთვის ხელბურკილების დადებას? ფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება არის? პოლიტიკოს ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ არ იყო საერთოდ ნახსენები პროცესზე. გრიგორიულ ვაშულთან დაკავშირებით ხომ არ სულთ მიიღონ ჩვენება, რას ფიქრობთ თქვენი შეფასება? ნანუკა ძალიან ეს უკვე ადვოკატს გაესაუბრეთ. რას ფიქრობთ დაკავებაზე? რა არ გვაქვს ურთიერთობა. ელოდებოდა დაკავება. საქმე რომ აღზრდეს ხო ვიცი. არ გვაქვს კონტაქტი. მინდოდა ესპანეთში გადასვლა ამ პორტუგალიაში? არა. არ იცით, ვერ გეტყვით. არ მაქვს ინფორმაცია. თუ კი ამ ქვეყნისთვის ვინმე სასიკეთო და კარგი უკეთებია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ერთ-ერთი არის ბიჭიკო პაიკიძე. საქმე ძალიან ბევრი აქვს ნაკეთები. თან აი ძალიან გადამწყვეტი პროექტები ქვეყნისთვის ურთულესი. ახლა რატომ აღმოჩნდა მაშინ საბრალდებო? ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კითხვები, ამიტომ ტარდება. ისთან გაქვთ ეს კითხვები ქართულ ოცნებასთან? არა, საგამოძიებო უწყება დაიწყო ამ საქმის კვლევა და იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დაველოდოთ რა როგორ იქნება. თუ კი რაიმე სახის გადაცდომა დადასტურდება, ამ გადაცდომასაც ღირსეულად მივიღებთ. პორტუგალიაში უნდა გადასვლა თუ ესპანეთში? აი რა შეჭირდებოდა? არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ბიჭიკო პაიკიძე არც ერთხელ არ ყოფილა გამოკითხვაზე დაბარებული. ლილუაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია სუში გამოძიება რომ იყო დაწყებული. სასაცილო რატომ რატომ არის სასაცილო? ვინ უთხრა რომ სუს გამოძიება ქონდა მასთან დაკავშირებით დაწყებული? ბიჭიკო გამოძიება დაიწყო, იმყოფებოდა ქვეყანაში და აბსოლუტურად ვისგან გაიგო? თანამშრომლებისგან. თანამშრომლებს იბარებდნენ და დოკუმენტაცია მით ჩვენ აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე თანამშრომლობ გამოძიებასთან. ამ თავის არიდებას გამორიცხავთ. აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, დიდი ხანი მიდიოდა ეს კვლევა და ბიჭიკო პაიკიძე ქვეყანაში იმყოფებოდა მთელი ამ ხნის მანძილზე. სასამართლომ ამ ეტაპზე გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია და ყველაზე მკაცრი სახის აღკვეთის ღონისძიება გამოიყენა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. რომ მისი ხელმოწერილი დოკუმენტები საქმეში არსებობს. მე ერთი და მთავარი შემიძლია თქვა და თქვენ ისმენთ პროცესის განაცხადე რომ ბრალდების მხარეს დიდი მოწადინება აქვს რომ ყველა ბრალდებულის მიმართ საერთო სამართლებრივი ქოლგა შექმნას და ჩემი დაცვისყობის ამ მოცემულობაში მოაქციოს. მე ვერავისთან მიმართებაში ბრალდებულის ნიშანს საბედნიეროდ არც ამის კომპეტენცია და უფლებამოსილება არ გამოჩნია, არ და ვერ გამოგვეთავ. მე უშუალოდ საუბრობ იოსებთან მიმართებაში. რას უკავშირებთ მაშინ ამ ბრალდების ახლა? ფენახევის მანძილზე მიმდინარეობდა გამოძიება. ერთი და მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს პირადად ჩემთვის, ერთხელაც კი არ იქნა გამოძახებული ჩემი დაცვისყობი, რომ ელემენტარული განმარტება გაკეთებულიყო მისგან შესაძლო ბრალდების აღდგენასთან მიმართებაში. ამ თლიანობაში რას უკავშირებს თავად დაკავებას?
არა, პირადად ახლა ამ კუთხით რამე კონკრეტულ გარემოებას არ უკავშირებს, კომპანიაში მუშაობასთან არის დაკავშირებული და ბრალდებული არ იძლევა ნებართვას რომ გავაკეთოთ კომენტარი. გასაგებად ხსნის ბრალდებული კიცებულება რა აქვს ბრალდების გარეშე ვერ ვისაუბრებ. თქვენი პოზიცია ჩვენი პოზიცია იყო გიგაო მოსამართლემ გამოიყენა პატიმრობა. გაასაჩივრებ. ბრალდებულთან შეთანხმებით ყველაფერი. ამ ეტაპზე ვერ გეუბნები. რატომ არ? ბრალდებულს რატომ არ სურს რომ მე მისმა დამცველმა ადვოკატმა ვაკეთო კომენტარი, ეს არის მისი პიროვნული გადასაწყვეტი და საკითხი. გავივლი ბრალდებულთან აუცილებლად აღნიშნულ საკითხს. ცნობისათვის ბრალდებულებს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. კერძოდ სახელმწიფო ტენდერების შესრულების პროცესში ქუთაისი ალპანა, მამისონის, უღელტეხილის, საავტომობილო გზის მონაკვეთისა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას შეპესე ბიბი ტრანსის 100%-იანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიას და კომპანიის თანამშრომლის იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით აგრეთვე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერის როიმ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგლის დახმარებით ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას 4,184,249 ლარს, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შეილახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები. დანაშაულები 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსლით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებასა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას. ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე წუხილს გამოთქვამს, რომ ხელისუფლებამ დროულად არ მოიწვია არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთოოდირი. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ორი ლიდერი ცოტა ხნის წინ შეიწყალეს, სხვები დაკავებულები არიან და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების გამოხატვის უფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას. ვიხსენებთ, რომ ფუნქციონირებადი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის კრიტიკული კომპონენტია. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს უზრუნველყოს, რომ მისმა დინამიკურმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს გადაწყვეტილება 7 დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყენვის შესახებ. ასევე მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს ვენეციის კომისიის ყველა მიმდინარე რეკომენდაცია. ვწუხართ, რომ საქართველომ არ მოიწვია რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესი, მოახლოებული არჩევნების დასაკვირვებლად და დროულად არ გასცა ეუთოს დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მოწვევა. ხაზგასმით აღნიშნებთ ევროკავშირის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელ ქმედებებს. ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უერთდებიან ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო. ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებას აფასებენ საქართველოში. ტიპის განცხადებას აკეთებს ყველა და უკვე ძალიან ბევრი თვეა, ხო? იგულისხმება ის, რომ არ უნდა მიიღონ კანონები, რომელიც სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებს ხვდავს, არ უნდა დააკავონ პოლიტიკური ოპონენტები და ევროპული ინტეგრაციის პროცესი, რომელიც შეაჩერეს და რიტორიკა, რომელიც არის კაფიოთ ანტიდასავლური და კონფრონტაციული, უნდა შეჩერდეს. ანუ სისტემური გადატვირთვის, ასე ვთქვათ, მოთხოვნა აქვს ევროპას ძალიან დიდი ხანია, თუმცა ნუ ივანიშვილისგან კაფიოთ ჩანს, რომ ის არ აპირებს არანაირი გადატვირთვას, ამიტომაც ქართული ხალხის მიერ არის ისევ ყველაფერი გასაკეთებელი. ეს განცხადება არის ძალიან ლოგიკური, იმიტომ რომ ხედავთ ქართული ოცნება ბოლო წლების განმავლობაში, როგორ მიდის უკუსლით დემოკრატიიდან და დემოკრატიას ცილდება შესაბამისად. ევროკავშირი მუდმივად ცდილობს, რომ შანსები მისცეს ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ ევროკავშირს ჯერა ქართველი ხალხის განწყობის და იმას, რომ ქართველი ხალხი რეალურად იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას. სამწუხაროდ ამ განცხადებებში არასოდეს არ არის ხოლმე კონკრეტიკა.
რას ნიშნავს თანამშრომლობა? თანამშრომლობა იმას ნიშნავს, რომ აქ მეორე ფრონტი გავხსნა, LGBT პროპაგანდა გავაჩაღო ბაღებში და სკოლებში, რასაც გვეუბნებიან ევრორეზოლუციებით. ალბათ ამაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ხო? ევროპარლამენტის რეზოლუციებში რაც არის, მათ ოფიციალურ მოთხოვნებში რაც არის, რომ ჩვენ გამჭვირვალობა არ უნდა გქონდეს თურმე გამჭვირვალობის კანონი. ყველას უნდა კონდეს და საქართველოში გამჭვირვალოდ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ სად იხარჯება უცხოური ფული, ნუ რას უკაცრავად. LGBT პროპაგანდა უნდა იყოს ნაცვლად ტრადიციებისა, ნუ რას უკაცრავად და მეორე ფრონტი უნდა გაიხსნას და ნაცვლად მშვიდობისა, ასევე ნუ რას უკაცრავად. თუ ამას გულისხმობენ და სავარაუდოდ ამას გულისხმობენ, ეს არ არის თანამშრომლობა, ეს არის მტრობა და სხვათა შორის თანამშრომლობთ იმ საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ევროპულთან, რომლებიც ყოველ კვირა, ხან ორჯერ კვირაში აფასებენ საქართველოს დემოკრატიულ პროცესს, კორუფციასთან ბრძოლას და ჩვენ კორუფციასთან ბრძოლაში ოცეულში ვართ. უკრაინა კორუფციონერ ქვეყანად პირველ ადგილზეა, როგორც კორუფციონერი ქვეყანა და მოლდოვა მესამე ადგილზეა. რომელ ქმედებებზე გვესაუბრებიან? პირველი, თუ საქართველოს სახელმწიფოში არის მასობრივი კანონდარღვევისკენ მოწოდება, იათ ლაპარაკობენ დამხობაზე და რევოლუციაზე. არა მხოლოდ ლაპარაკობენ, გასული თვეების განმავლობაში პოლიციელებზე პირდაპირ თავდასხმებს აწყობდნენ. ამაზე კანონმა მოითხოვა პასუხი. ამას დავანებოთ თავი? ესე ზოგადი საუბარი კურსის შეცვალი არ გამოვა. შემდეგი თან პოლიტპატიმრებს ეძახიან და გაათავისუფლებდო. მაშინ უნდა თქვა, რომ ეს კონკრეტული პირები ამის გამო არიან ტყუილად დაკავებული და მათ ეს ქმედება არ ჩაუდენიათ. ასეთ რამეს ვერ ამბობენ, იმიტომ რომ ეს მტკიცებულებები არსებობს. მიხეილ ყაველაშვილი გაეროში სიტყვით გამოვიდა. მას Deep State-სა და გლობალურ ომის პარტიაზე არაფერი უთქვამს. სიტყვით გამოსვლაში მან ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ევროკავშირისგან სამართლიანი და ღირსეული დამოკიდებულება მოითხოვა. დასავლეთ პარტნიორებს დიპლომატიური ენა დაუწუნა და თქვა, რომ შანტაჟის, ულტიმატუმებისა და დაშინების ენით საუბარს არ შეეგუებიან. ყაველაშვილმა გამოთქვა დიალოგის მზაობა ყველა მხარესთან. როგორც გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა გეოგრაფიული მდგომარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით. მას სიტყვით გამოსვლისას შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში საქართველოს მიერ დაწყებულ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ყაველაშვილის განცხადებით, სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა. მას სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა, ასევე მიხეილ ყაველაშვილმა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს მიმართა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით საქართველოს მზადყოფნას გამოთქვამს და ღია ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დიალოგი აწარმოოს გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა მხარესთან. მე წარმოვადგენ 3000 წლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, სოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით ახსავსია. ქვეყანას, რომელსაც სოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. საქართველოს ისტორია, ეს არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკები, რის შედეგადაც ჩვენ სასწაულებრივად შევძელით ჩვენი კულტურული თვითყოფადობის, ტრადიციების და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. საუკუნეების მანძილზე დამპყრობლებთან უწყვეტი ომიანობის მიუხედავად საქართველოში არსებული კულტურული გარემო ყოველთვის გამოირჩეოდა უცხოსადმი განსაკუთრებული შემწყნარებლობით, ჰუმანიზმითა და მოყვასით სიყვარულით. ტოლერანტობა, უცხოს მიმღებლობა, მათთან ერთად ჰარმონიული თარაარსებობა და მრავალფეროვნება ჩვენი უძველესი კულტურის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც ბრწყინვალე და აღბეჭდილი ქართულ პოლიფონიაში, ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ყველასათვის კარგად ცნობილ ქართულ ეპოსში, შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანში. საქართველო ის ადგილია, სადაც ისტორიის მანძილზე ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით არასოდეს მომხდარა არც ერთი ადამიანის ჩაგვრა ან მისი დევნა. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გამოგვარჩევდა სამართლიანობის მძაფრი განცდა. მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა.
ხალხს, რომელიც უფრთხილდება თავის მდიდარ ისტორიას და ტრადიციებს, მაგრამ ამავდროულად თვალს უსწორებს და უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება, ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე. ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენ ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი. უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკვე გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერას გამოხატავს. იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ. საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცე დაქციოს. მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ისევე როგორც მის ძალისხმევას მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, ისევე როგორც მეზობლებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა ცივილიზაცია და გზაჯვარედინსა და განსხვავებულ კულტურათა დიალოგის სივრცეს წარმოადგენდა. დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას. სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები, ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია ჩვენი ქვეყნის როლს როგორც რეგიონში, ასევე ევრაზიის კონტინენტზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. საქართველო უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ბუნებრივი ხიდია ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ გამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს. ჩვენ აქტიურად მუშაობთ საერთაშორისო ინვესტორებთან, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და ხელს უწყობთ ახალი ენერგოსატრანზიტო გზების ჩამოყალიბებას. ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში აზიური და ევროპული ბაზრის დაკავშირებადობის ხარისხს ზრდის. შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში საქართველომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები წამოიწყო, რომლებიც სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობისა და ინტენსივობის გაზდას ემსახურება. მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული პროექტები ერთი მხრივ შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ზღვაზე გასასვლელი არმქონე ქვეყნების დანარჩენ მსოფლიოსთან საზღვაო კავშირს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციას, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების უსაფრთხოებას. შუა დერეფნის განვითარებისა და ორი უდიდესი ბაზრის, აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით უკვე მერვე წელია, რაც საქართველო თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს მასპინძლობს. ეს არის საერთაშორისო დიალოგისა და ახალი შესაძლებლობების პლატფორმა, რომელსაც 60-მდე ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. ჩვენი ამოცანაა კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა.
ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი. საქართველო გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია, რაც იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, რითაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. გასულ წლებში უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გარე შოკების მიმართ შთამბეჭდავი მედეგობა გამოვავლინა. საქართველოს განვითარების პოზიტიური დინამიკა ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციების საერთაშორისო რეიტინგებით და პარამეტრებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ. ახლა კი მინდა მივმართო საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს ყოფ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვწერდით საქართველოს ისტორიას, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრების გმირობებით, საერთო ბრძოლით, ჩვენი ერის თვითგადარჩენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენ არასდროს ყოფილვართ დიდი იმპერია, რომელიც სხვებს საკუთარ წესებს თავს მოახვევდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქვეყანა, რომელიც ამაყობდა საკუთარი მრავალფეროვნებით. საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს. ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშუა. ჩემო, აფხაზო და ოსო, ძმებო და დებო. ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა. ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულით და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულ სუგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, ერთ დღესაც ჩვენ შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველო ისევე როგორც მთელი მსოფლიო თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტს გადის. ჩვენ ცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი. გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე. საქართველო როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი მზადაა ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვავთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონალური მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა ქვეყანასთან. არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გაუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შევძლებთ გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ქვეყნების, ხალხების და მომავალი თაობების სასარგებლოდ. საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ბრიფინგი გაიმართა. როგორც სესკოს პრესსპიკერმა აღნიშნა, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ნათია იოსელიანის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3.513.818-ში ადგენს.
საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს ამ პროცესში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და კოორდინაციისთვის. ასევე მადლობას ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისთვის, მონაცემების გადამოწმებისთვის და სიების სრულყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3,513,818 შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3,130,348 ამომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47,000-მდე ახალგაზრდას, გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60,754 ამომრჩეველმა მომართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3,061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2,284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი. არჩევნების გამოცხადებიდან დღემდე ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემები CESCO-ს ვებგვერდზე და მობილურ აპლიკაციაში ამომრჩევლებმა გადაამოწმეს 600,784 ჯერ, სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით კი 25 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით 9,524 ჯერ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღო სიები, ყველა შესაბამისი უწყებისგან დამუშავდა აღნიშნული მონაცემები და განხორციელდა საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით მათი დაყოფა. ამჟამად ამომრჩეველთა ერთიანი განახლებული სია CESCO-s ოფიციალურ ვებგვერდზე ყველასთვის ხელმისაწვდომია. აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია რეგისტრირებული პარტიებისთვის და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის. სიის საჯარო ვერსიის გაცნობის საშუალება აქვთ ამომრჩევლებსაც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე. საარჩევნო წლის მანძილზე საარჩევნო ადმინისტრაციისგან ამომრჩეველთა ერთიანი სია სხვადასხვა დროს გამოითხოვა 5 პარტიამ, რაც ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა სიის ხელმისაწვდომობა მისი გადამოწმების მიზნით იყო კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. 4 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 12 პარტია მიიღებს, მათგან 2-მა ხონში მერობის კანდიდატურები წარადგინა. მეგატივმა ხონის მოქალაქეებს კითხათ, თუ რას ფიქრობენ ისინი, როგორია მათი მოლოდინი და გეგმავენ თუ არა ხმის უფლების გამოყენებას. არჩევნებზე მივიდივარ, რა თქმა უნდა. მერჩანებს შევგეთ. და რას ელოდებით თქვენ ამ არჩევნებისგან? აი, ხარგელაპარაკები არ მინდა. ჩემჩუქს რომ მოგაგეროთ. კანდიდატებს თუ იცნობთ, ვინ არიან? ყველას ვიცნობ და ყველას. ვემზადები, რა თქმა უნდა, აქტივი ვარ. ძალიან კარგი განწყობა მაქვს, ძალიან იმედიანი განწყობა მაქვს, რომ ქართული ოცნება გაიმარჯვებს. მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. ხონში როგორც ვიცით, არის მეორე კანდიდატი. თუ იცნობთ მას, მის პროგრამას? მეორე კანდიდატს ნამდვილად არ ვიცნობ, იმიტომ რომ პირველი კანდიდატი ვინც არის ლადო დიდ პატივისცემ და დიდი მედებს ვამყარებთ მაგაზე. რაც თავარია, შულო ხალხისთვის არის. მომავალში რის მოწესრიგებას ისურვებთ? ეხლა რა პრობლემა უდგას ხონს თქვენი აზრით, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად არის გადასაწყვეტი და გადასაჭირო? ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა მე რაც ვიცი, სოფელში წყალია გამოსაყვანი და ნამდვილად ვიცი რომ გაგვიკეთებს. ნამდვილად ვიცი რომ გაგვიკეთებს. და რამოდენიმე სოფლებში კიდე გაზიც არ არის შეყვანილი. მე ამასაც აღნიშნავ, ეს 21 საუკუნეში არ უნდა ხდებოდეს. თუ ელოდებით რაიმე ცვლილებას ამ არჩევნებისგან? რა თქმა უნდა, უკეთესობისკენ ველოდებით ყველაფერს. მერობის კანდიდატებს თუ იცნობთ? ორი კანდიდატი არის. არა, არ ვიცნობ, ერთი ლადოვიცი, ჩურხაძე. ჩვენი ქალაქის მერ და რაც იყო წლების წინ ხონი ჩაქვესკნელებული და ჩაიმასკნილი, იმაზე უკეთესი
არის რა თქმა უნდა რაღაცები შეიცვალა, კარგი პიროვნება ვიცი ესე. გადმოცემით შეხება არ მაქვს, მაგრამ ბევრი რაღაცებს აკეთებს. ეს არ შეეხება რა თქმა უნდა მის ირგვლივ მომუშავე ადამიანებს. ბევრი გასაცხრილი ყავდათ და გაცხრილეს. არ დავასახელებ სახელებს და გვარებს, მაგრამ თვითონ რადო ჯურხაძე კარგი პიროვნებაა ძალიან. კიდე რა გაინტერესებს? მომავალში რის მოგვარებას ისურვებდით თქვენ ხონში? რისი მოგვარებას ვისურვებდით და რა უფრო გალამაზებული იყოს, აი წყლები შეუვარდა ხალხს მაგალითად. ეს კანაოების გაუქმება მქნა ჩემი აზრით, თუ წინ კანაოები იყო და მე მახსოვს ბაბუა ჩემი და ისინი მეზობლები და ისინი სულ არხებს და იმას ასუფთავებდნენ. ჩვენ მეც ვასუფთავებდი მთელი ბავშვობა კანაოს და იმას. ახლა ყველაფერი მოსაგვარებელია, რა თქმა უნდა აკეთებენ აგვარები, მაგრამ ვისურვებდი რომ ამ წყალდიდობის დროს, თოვლის დროს რაღაც უფრო გაუმჯობესებული იყოს, რა თქმა უნდა ხალხმაც უნდა შეუწყოს, ხედი. როგორი განწყობა გაქვთ თუ აპირებთ არჩევნებზე წასვლას? კი ბატონო, არჩევნებზე მიდივართ. და როგორი მოლოდინი გაქვთ ამ არჩევნებზე? რა ცვლილებებს ელოდებით? თანდათანობით იცვლება ყველაფერი და პატარ-პატარა ნენელა ყველაფერი მე შეიცვლება. მოვალში რის მოწესრიგებას ისურვებდით ქალაქში? სამედიცინო სფეროს საერთოდ დაწყებული სამანდყოფო და პირველ რიგში. ძალიან ვერ გეიგებ რა ხდება. მივარ არჩევნებს. და რისი შეცვლის იმედი გაქვთ? რა მოლოდინები გაქვთ ამ არჩევნებზე? არჩევნებია და ვინც გაიმარჯვებს, იმან რა უნდა ვთქვა. ქალაქის მერობის კანდიდატებს თუ იცნობთ? ერთს კი ვიცნობ. ხონის იმას ვიცნობ. ჯულხაძეს. ყველაფერი გადასაჭრელია რა ვიცი რაიონში. სულ არის. გადაიჭრება, მგონია პრობლემა. ქალაქში ყავთ მეორე მერობის კანდიდატი თუ იცით ვინ არის? არ ვიცი. აი ცხოვრება მინდა. 70 წლის ავასრულე და არ მინდა. ჩხუბი და რამე არ მინდა, ისე რომ ჩატარდებოდეს. ისე მივდივარ არჩევნებზე, მინდა წასვლა. მერობის კანდიდატები თუ იცით ვინ არიან ხონში? ხონში? ის არის ლადო და მეორე სხვა არ ვიცი. არ ვიცი სხვა. რას ისურვებდით მომავალ წელს, მომავალ წლებში ხონში რა პრობლემებია გადასაჭრელი? რა გსურვებთ? ვაიმე, შვილო, პრობლემების მეტი რაია. რამდენი პრობლემაა კაცმა? განვლეთ ჩემი ცხოვრების მანძილზე ისეთი მოლოდინი მაქვს. და როგორია ეს მოლოდინი? ნეგატიური. არჩევნებზე წავალ, აბა წავალ, აბა. და უნდა გაკეთეს კომუნისტური წყობა უნდა დაბრუნდეს ისევე საქართველოში. მერობის კანდიდატებს თუ იცნობთ? არ ვიცნობ. არეულობა უნდენ მანდამანს და არ დაწყარდეს ქვეყანა. იგი უნდა ზოგიერთს და იმისანაა რაც ხალხს მიცემენ ორკაპიკს და ყვირის და ჩხავა. ყველა უნდა იყოს ერთ მხარეზე და მაშინ დაწყარდება ქვეყანა. ვის უნდა მისცა? არ ვიცით. ხალხი და არ ვინ არა. არ ვინ არა ხალხი და რა ვიცი, აბა. რა ცვლილებები გსურთ ქვეყანაში? და იგი. ყველაფერი ძვირი ვარ და ყველაფერი იმაშობა ეგია. უჭირს ხალხს ამედა. მე ყიდულო. მე ფასები ქვეყანა. ხალხისთვის იქნებაში რას გულისხმობთ? და ხალხო მეახმარებენ, გაჭი როგორ ხარ? აი როგორ? როგორ და იგი? სასმელი, აი ვარა მაქვს, მიჭირს. როგორი გაწყობა გაქვთ წინა საარჩევნოდ თუ აპირებთ არჩევნებზე მისვლა? ეს რა გაწყობა? მე ახლა ვეთ ვიცოთო საფერი. აქ ვერ ვასვე ხმას, რა მივსებ ხმას. და ხალხი არის და ხალხი. თვითონ ამბობ ის ბიზინა თუ რა ქვია, იგად ჩემი სახელი და გვარისო ხსენება მე თვითონ მე გამზურდა უკვე. თვითონ გახდა იზოლებული, ალბათ რა ვიცი. მე შვილო რა მინდა იცი? კარგი ცხოვრება მინდა.
გინდა ბიზინა იყოს, გინდა ერეკლე მეფე, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ოღონდ მშვიდობა იყოს და ამ გაჭირებულ ხალხს მოგხედოს. თორა ბიზინა იქნება თუ ვინც იქნება, მე მაინც იზოლებულია, რომ მაინც ბიზნესს უნდა მისახმა. აუ ყველა ვარიანტი. იმიტომ რომ იგი ახლა ჩვენი დედა, მამა, პაპა, ყველაფერი ჩვენი იგი. და მაინც მაგას უნდა მისახმა, იმის გულისა რომ კიდევ მაგის იმედი გვაქვს, რა ვარ და დევიქცა და ამოვწყდეს შვილა. აბა რა ვქნა? რასელოდებით მათთან მისი იმედი რატომ? რა ვიცი, შვილო, რატო გვაქვს და აბა სხვა რომებიც კითხვა და გვაქვს იგი და რა ვქნათ აბა? რასელოდებით ქართული ოცნებისგან? რას ველოდებით? რავი, არაფერს არ ველოდები, კაკს. არაფერ, კაკს არაფერს არ ველოდები. რა კაკს უნდა ველოდო? მაგრამ უნდა შეიცვალოს თუ შეიცვლება. ხო, ყველაფერი და შეიცვალოს. თუ კი შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება? ყველა ბიზნესსაც ვეს, ყველა ბიზნესს იზაღიზა. ჩვენ რა? აი, მე არ მივესიხმა იმანდარება, მაინც თვითონ გეიმარჯვებს და გინდა ასე ილაპარაკე, გინდა ისე იხტულო. ხო, იგძე ფულებს იხტეს და მე ნახდათ არ მინდა. არაფერში არ გამომდგომია მე მაგ. ასე მოუქიჩავე, ასე შარვაში საფრთხე ჩამევიდა ხანი, ჩემი ამხანას იგი ყავდა, რა ქვია, შვილი, ინვარდი საოპერაციო. რა ვარავ და რომ მივიდა იქნებ არ გაგვიკარა სიახლოვეში. კაი იქნება ჩვენთვის, იგი გვინდა ჩვენ დედა. და ასეთი ვინ არის ახლა? არ ვიცი, ვისხას ტაქსოფერს აჩერებენ და გისწუნა ვიცი ახლა ვიძახი. გირჩიო, მოვკვდი დევიღალეო. ამდენისო მოხუცებული კაცები ლაპარაკობენ, დევიღალე 12 წელიწადი ამდენი ტყილებითო და ახლა ვინც კაი იქნება და ვინც ბევრი ხმას სხვას ვიცობს, იმას ვიცემ იგი. ქალაქში ორი კანდიდატი ყავთ მერობის. თუ იცნობთ? ორივეს თუ იცნობ? ორივეს ვიცნობ. როგორ არ ვიცი? აბა ვინ არის? ერთია იგი რა ქვია იმას, ჯიხაისელი აგერ იკაცი და მეორე იგი ბობოხიზია თუ რა გვარია იგი. ერთი ჯურუხაძე და მეორე ბობოხიძე ჯიხაისელი. ორი კანდიდატი ვიცი, რა ყველას ორივეს ვიცი. როგორი მოლოდინი გაქვს? არავინ არ დახმარებია ამ არაფერში. უსახკაროგას ასუა მე უთხარი შევედი ხან და აი არაფერი თან იგი არ გვაქვს ფინანსიო. ადგენდა ერთ კვირაში წითელ კლუბში სახლი უყიდენ საკუთარი და მე მასი დაგრეულ კედებში ცხოვრობენ. Kas ფიქრობთ იმ პროცესზე, როდესაც აი პარტიების, ოპოზიციური პარტიების ნაწილი ბოიკოტს აცხადებს, არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და მოქალაქეების ნაწილიც არ აპირებს არჩევნებზე. როგორ შეაფასებთ თქვენ? ისი არ მივალმეს მე. გაცვლებებს ელოდებით ამ არჩევნების. თუ სიკეთეს, რავი, რაც ახლა წინა არჩევნებზე ხო იყო, იმის მერე რაც სიკეთო უნდა ახლა ერთი ინდეს ველოდები. და რაღაცა გამოვა, მგონი, არ გამოვა? რაც აიგნება, ზოგადად. თავარია მშვიდობა იყოს. თავარია მშვიდობა. დანარჩენს ყველაფერი მეევლება. მაგ პრობლემა პენსიის მომატება. მეტი ადან მშვიდობა იყოს და პენსია მომატონო. ხოჩი ვიყიდო ერთ კვირაში ერთგან მაინც ვიყიდო. კვირაში არა რა. გუგვირაში. ერთხელ უნდა იყიდო 2 კილო ხორცი. 2 კილო ხორცი უნდა 54 ლარი. 54 ლარი უნდა. აი ამას ვისურვებდი. მშვიდობა მინდა ბაბა. არ მინდა არც მიტინგი მინდა, მაგას არაფერი ეს დასწარებული ცხოვრება მინდა. ვის უნდა ალაპრეზარეულობა და ხელგოდები ქართველი ხალხის დაპირისპირება უჩერჩურს არ შეიძლება. რაც მოხდა 90-იან წლებში გვეყოს მაგიან. შესაძლოა დაუბედრობა. აღარ მინდა, მოგძულდა. დათმიდა ახლის გаз 12 კილოგრამს ომი მინდა დაუბედრობა. სისტარე მინდა, სიმკვიდე მინდა. მეტი რა მინდა. რაც ხარ ვიტვალებ ქებეყობა აი. მაგრამ უჯესემ ყარას გავთვალე, ძროხას გავძი და საჭმელი მეკება და იგი. ხოლო მშვიდობა იყოს. მეტი რა. ტრაფიკინგის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით მატერიალურ გაჭირვებაში მყოფი 1991 წელს დაბადებული პირი გადაიბირა, რომელსაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდა მის კუთვნილ ხილბოსტის მაღაზიაში ტვირთავად ემუშავა, რის სანაცვლოდაც თანხას არ უხდიდა. ასევე დადგინდა, რომ მას შემდეგ, რაც დაზარალებული მაღაზიაში მუშაობას დაასრულებდა, ბრალდებულის მითითებით თბილისში ერთ-ერთ ქუჩაზე მდებარე შუქნიშაზე გაჭირებული ავტომობილი მძღოლებისაგან მოწყალებას ითხოვდა, ხოლო ამ გზით გამომუშავებულ თანხას ბრალდებული სრულად ეუფლებოდა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაშვების
რა ვქნება, რა გავაკეთო, ვათხურო. ვენას იყავით, ვენას იმუშავეთ. ბატონო არ მოხუდი. შოთა რა რა და მოხმარო დაიბადე მაინც მე. და დახარ. უბრალოდ. რა დავაგიანები, რა გავაგებოდა ხალხი. მოგენა კარგი დროზე დავარ. და დახარ. აი შფლება. ჯარი დაიმუშავე შელა მე ბაზარში მივარ. საქართველოში უცხო ქვეყნის 10 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის არიან ინდოეთის, მიანმარის და ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში, მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი. ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, მათ შორის ელექტროსასწორი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.